მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ აიბალი, თქვენი ყოფებით ჩემს სახზე და ეს არის სპაიდერმენის შემდეგი ეპიზოდი და მოდი პირდაპირ დავიწყოთ, ბევრი რო აღარ გავაგრძელოთ და დავიწყეთ. გამოიწერეთ ახლა და ლაიქეთ ვიდეო. ეგ არ დავიწყეთ, ხო? და დავიწყეთ. მესამეჯერ მომყვა დავიწყეთ. ხო, კაი, ხა მართლა დავიწყეთ. აუ ძმა, რა კარგად ვჭამ, იმინა დეიდამეი ოქროს ხელები გაქვს რა. იმინა ოქროს ხელები გაქვს დეიდამეი. Peter შვილო ქვევით ვიღაცები გეძახდნენ ჩადინარ. ხო, კაი, ჩავალ ახლა, ნეტა ვინმე ძახისე. ხო, ნუ გზარ ძმა, შენ მეძახდი? პიტერ ბიჭო წერილი მოგივიდა და ნახე. ბიჭო, ეს ფოსტა როდის გააკეთეთ? არ მინახიო. ოჩახ თქვენ ოჩახ, აბა რა წერია? ხობეგლეჯიაშვილი, კუკიძე, კოცირიძე და პარკერები. აბა ვნახოთ. ეს რა არის? წერილია მგონი. გამარჯობათ, გიწევთ ტონი სტარკის და ნათელა ზანგიშვილის ქორწილში სპეციალური მოწვევით, კოორდინატები. მოგზავნით შეყვარებულთან ერთად. ვა, ხო არ ღადავ. ჩვენი ნათელა თხოვდება, ბიჭო. აი, გვიქეიფია ძმა. სად გაიცნო ბიჭო ნათელამ ტონი სტარკი, ბრატ, იმენა, ეგ ოხერია რა, რასარიზამს რა. აი, წავედი ერთ შეყვარებულთან ერთად, MJ-ი რო დავპატიჟო რა, მაინც ვაპირებდი. წავიდეთ აბა MJ-სთან. წესით სამსახურში უნდა იყოს. აბა, ავიდეთ. ბატონო ჯეიმს, გამარჯობა, ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. დღეს რა სამსახურში არ ვიყო, თუ შეიძლება. კი შეიძლება, მაგრამ დღევანდელ ხალხას არ მოგცა. ხო, არ მინდა, ნახვამდის. ვა, MJ, როგორ ახარ? ხო გახსოვს გუშინ რო გითხარი დაგპატიჟებ სადმე მეთქი. ხო და ესეთი შემოთავაზება მაქვს. ტონი სტარკის ქორწილში მივდივარ, დაპატიჟებული ვარ, 2 მოსაწვევი მაქვს და შენც ხო არ წამოხვიდოდი? Ვაიმე ტონი სტარკი, როგორ არა ძამ, ტონი სტარკი, რა თქმა უნდა ძამო. კაი, მაშინ ახლა ეს კოორდინატებს მოგცემ, მე კი ვიცი სადაც არის და მოდი მაშინ იქ და იქ გნახავ რა. კაი, კარგად MJ. აბა რა, ბიჭო, ახლა ისეთი გახარებული ვარ, სიმღერას დავუწევ. ჩემი სიმღერა უნდა ვიმღერო, მოიცა? Spider-Man, რაკში ქვას ვერ გახვედებენ, თუ მოგარდხეს არ გტკივა, თუ არა და ამ ჩემს Spider-Man, რა მაგარი ხარ, სადამჯენზე ადიხარ, კედლებზეც კი დარბი ხარ, შენი ოჯახის ხატი ხარ, Spider-Man, მიყვარ. მოდი ჯობია მე ჩემი კოსტუმი ავიღო, რა იცი რა ხდება, უცებ რო დამჭირდეს, მე რა ვქნა. ვა, ბოდიში დაგვენების, მოვედი MJ, მოვედი. ბატონო ტონი გილოცავ დაქორწინება. ხო და მოკლედ მეგობრებო, მე მინდა რომ აღნიშნო ეს კარგი დღე ნათელა მირამაზებს ცხოვრებას და მინდა რომ ასე დავქორწინდე. ვაიმე ნათელა მომიტაძეს, გეხრავა გიშველი ნათელი. ეს ვინ არის? ეს რა დაფრინავს? ჯანდაბა, ამან მოიტაცა მგონი ნათელა დეიდა. ბატონო ტონი, რა ვქნათ? ნათელა მოძვით. შურის მაძიებლების კოშკში მოვედი, იქნება აქ მაინც დამხვდეს ტონი სტარკი. ბატონო ტონი სტარკ, აქ ხართ? ბატონო ტონი, მოიცა ეს რა არის? რაო? პიტერ, მე გობლინს დავედევნე, შენ დაისვენე, ამბავს მე მივხედავ. როგორ თუ ამბავს თქვენ მიხედავთ, ნათელა დეიდა მარტო თქვენი ცოლი ხო არ იყო? ჩემი მეზობელი იყო. ჩემი ნათელა დეიდა. კარგი, პიტერ, დამშვიდით, ყველაფერი კარგად იქნება, პიტერ, დამშვიდი. ჯანდაბა, ეხა MJ-ის თან უნდა წავიდე, ის ფიქრობს რომ გავიქეცი. ალბათ ლაჩარი ვგონი ვარ.
ჯანდაბა MJ-სთან უნდა ავიდე მალე. MJ აქ ხარ როგორ მიხარე რომ ცოცხალი ხარ გთხოვ მომისმინე. გაეთრია ქედა შენ უბრალოდ იქ მიმაგდე და გაიქეცი. MJ გთხოვ მომისმინე ყველაფერს აგიხსნი. რა უნდა ამიხსნა? ის რომ უბრალოდ შეგეშინო და გაიქეცი პატარა ბავშვით? შეგვიძლია ამაზე სადმე სხვაგან ვილაპარაკო და აქ არა? მოკლედ MJ მომისმინე. სინამდვილე ის არის რომ მე არ ვიცი ეს როგორ გითხრა, მაგრამ ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ მე ადამიანიობა ვარ. რა? ადამიანიობა? ხო, ამიტომაც შენ თავი მოგაჩვენე რომ გავიქეცი და შემდეგ მოვედი კოსტუმჩაცმული და გობლინს შევებრძოლე, მაგრამ გამიქცა. გთხოვ მაპატიე, მეს უნდა გამეკეთებინა. კარგი დავფიქსებია ყველაფერს და პასუხს ხვალ გეტყვი. ნუ კარგი MJ, ნახვამდის. მოიცა ერთი წუთი. წვანე გობლინი. მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ნორმან ოსბორნმა იმ ტოქსიკური ნივთიერებების შესწავლა დაიწყო. მოიცა, გონი ვიცი ვინ შეიძლება იყოს წვანე გობლინი. უბრალოდ პატარა ცდა უნდა ჩავატარო. კარგია, ქარავინ არ არის, ახლა მთავარია იმ სისხლის და ტოქსიკური ნივთიერებების ნიმუშები ავიღო და შემდეგ წავიდე იმ ადგილას, სადაც მწვანე გობლინმა ბომბა დააგდო. და იმის ხო და შემდეგ იქ აური მიწა ავიღო. ჯანდაბა რას გავსაქაურობა მთელი ჩემი ქსელებით და რაღაცა აფეთქებული ადგილებით. რა ამხელა ის არის, ორმო გააკეთა იმის ბომბამ. რა ისროლა ამხელა ძმამ. მაგრამ თავარი ბომბა აქ ისროლა მე მგონი. ხო, აი აქ ისროლა. მაშინ აი ეს მიწა გამომადგება. ახლა წავალ და ცდას ჩავატარებ. ხვალ უკვე პასუხიც მექნება. მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის ეს იყო ამ ეპიზოდზე, ძალიან ბევრი მაქვს ნაწვალები ხალხზე, იდეაზე, ასე შემდეგ და გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო, უფრო მეტი ვიდეო ასეთი ვიდეოებისთვის და ეხლა შეგიძლიათ ჩაუჯდეთ ჩაშლილ კადრებს და ნახოთ და ჩაშლილ კადრებში ნახავთ რამდენი გამაწვალა ტონი სტარკმა. ყველას მადლობა მოსვლის და ეხლა დავაი ნახვით აქედან. მეგობრებო, პიტერ ფუნა ამ ქორწილიდან გაჯმულია. ბიჭო, კაფსი. ახლე. ხო იცი რომ ამას ჩაგისვამ. ეს და შენ ციგანი MJ-ის წადით აქედან. რა? მიდი ზურა, მიდი, იარე. დადი? არხო ყველამ გაიგეთ, ეს არის მძღნერი ადამიანიობა. ის არის პიტერ პარკერი, ნათელ შეხედე ეს ციგანი. კაი ბიჭო, მოვკვდები, გაჩერდი. ეს მინდა. სუსტო, იზი.
ანუ ძმას ბომბია უფეთქდა. ვაიმე აი, მორჩა. აი ანჯუ გაგვეპარა სმეთახლახი სეგადი ბახლახი მოკუდიში ნაგერ ბიჭო ამას შეხედე, ნაღირა პატარები არის. რა ატელა მოჯი ნატელა დაიდო ნატელა აი ჩაჭრებს ჩასვიდა იქ კიდე რა აი ვიღაცა მწვანე კაცი იყო ნათელა უნდა დავიბრუნოთ მალე ნათელა დავიბრუნოთ ნათელა